მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მე-19-მე-20 საუკუნის ქალებზე, რომელთა არქივებიც ამ საცავში ინახება და რომლებმაც საინტერესო კვალი დატოვეს ამ პერიოდის ეპოქის ისტორიაში. მაგალითად, ცნობილი ქართველი ქიმიკოსი ალექსანდრე კლდიაშვილის, სიმონ კლდიაშვილის ძმა, ექვთიმე თაყაიშვილის თანხლები არქიტექტორის ძმა, გაკვირვებით და გახარებით მიესალმება ბარბარე და ნინო ყიფიანებს იმის გამო, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებელში იწყებენ სწავლას. აი ერთ ციტატას მოვიყვანთ აქედან. თქვენი უნივერსიტეტში შესვლა განუსაზღვრელად მე სიამოვნა, რადგან ქართველი ხალხისთვის ფრიად საჭიროა განათლებული ქართველი ქალები, რომლებსაც ჩემი ფიქრით შეუძლიან ერთი ასად უფრო დააჩქარონ ჩვენი წინსვლა. აბა რა თეღირება ის მომენტები, როდესაც ჩვენი ქალიშვილები იურიდიულის, ისტორიულის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებით აღჭურვილნი ჩვენ მამაკაცებთა ძნელად დასაძრავ გრძნობას და ძალას თოფის წამალივით ააფეთქებენ და რაიმე განზრახულ იერის მამაცად მიატანინებენ. ძლიერი და განათლებული ქალების ეპოქა სწორედ იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც ქალები არ მხოლოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებას, არამედ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებაში ცდიან თავიანთ ძალებს. საქართველოს ოკუპაციამდელ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ დებს, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილებს, ბარბარე და ნინო ყიფიანებს. მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი ვექტორი გადის ერთ რამეზე: საკუთარი ქვეყნის ინტეგრაციის დიდ სურვილზე, განვითარებულ მსოფლიოსთან, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინაპირობით. შესაბამისად, ორივე დის არქივი გამსჭვალულია ერთი მთავარი იდეით. შესანიშნავი, კარგი, განსაკუთრებული განათლება მიიღონ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებში და ამით აღჭურვილები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ორივე და მამის რჩევითა და ახლობლების დახმარებით მიემგზავრება ბრიუსელში სასწავლებლად. ბარბარე ყიფიანი საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე იწყებს სწავლას, ნინო ყიფიანი კი იურიდიულ მიმართულებაზე. ბარბარე თავის მეგობრებს და ახლობლებს წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლა მისთვის მარტივი არ არის, მაინც ფანტასტიკური გზნებით უდგება ამ საქმეს, დღეებს და ღამეებს ათენებს, რომ რაღაცა მეტი შეისწავლოს და მეტი შეიმეცნოს. ბრიუსელის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ის ეცნობა ერთ ქალბატონს, პროფესორს, ფსიქოფიზიოლოგს და მისი რჩევით სწორედ ამ მიმართულებით იღებს შემდგომ საგანმანათლებლო გეზს, მეცნიერებას უკავშირებს ფსიქოფიზიოლოგიას. მაგრამ საქართველოში თავის მეგობრებს ასეთ წერილს წერს: მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ჩემი ინტერესები და სამეცნიერო მისწრაფებები მეცნიერების ამ დარგში ვიპოვე და კარგად წარმატებულიც ვარ, ვეჭვობ ეს მიმართულება გამოსადეგი იყოს საქართველოსთვისო. ისეთი რომელიმე დარგი და სპეციალობა უნდა აღმოვაჩინო მომიჯნავე სფეროებში, რომ ამით მე კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი ჩამოვიდე საქართველოში და ჩემს ქვეყანას გამოვადგეო. სწორედ ამ თვალსაზრისით ბარბარე ყიფიანი იწყებს მინერალოგიის შესწავლას, რადგან აქვს იმის იმედი, რომ მინერალოგიით უფრო მეტად გამოადგება ქვეყანას, ვიდრე ფსიქოფიზიოლოგიით. ბარბარე ყიფიანის დოკუმენტებში ერთი ერთეული განსაკუთრებით საინტერესოა. 1810 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა ქართული განყოფილება. მიუხედავად ამ ადამიანის საბუნებისმეტყველო განათლებისა და გამოცდილებისა, ის ქართულ სიტყვიერებაზე და ქართული კულტურის განვითარებაზე განსაკუთრებით ზრუნავდა. ეს პირველადაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახოს თავისი გონებრივი და ტექნიკის წარმატების რეზულტატი და ამ მხრივ ცხადყოს, რომ ისიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება ქვეყნის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ორივე დისთვის. ქვეყნის წარუმატებლობას, მის ხელმოცარულობას ბარბარე ყიფიანი სწორედ იმით ხსნიდა, რომ საქართველო არ იყო გახსნილი სხვა კულტურის, სხვა გეოგრაფიის მიმართ. მას არ ჰქონდა ასპარეზი, რომ გაეტანა თავისი შესაძლებლობები, მისწრაფებები და ღირსეულად ჩართულიყო აი ამ ინტეგრირებულ მსოფლიო გაფართოებულ სივრცეში. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ რაღაცა საინტერესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის არ გავაკეთო, ერთ-ერთ წერილში მიუწერია მეგობრისთვის. ბარბარე ყიფიანი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ მას არ შესწევს მორალური ძალა დარჩეს საქართველოში და აი ამ გარემოში, ამ ძალიან დიდი წნეხის პირობებში იცხოვროს. 1921 წლიდან ის 40 წლის განმავლობაში ცხოვრობს ბრიუსელში. იქ აარსებს ქართულ
ქართული სიტყვიერების კათედრას, ურთიერთობს მიხეილ თამარაშვილთან, მიურატებთან და რაც მთავარია, ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს თავის პროფესიულ კარიერაში. ის არის არაერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის მონაწილე, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი და ნინო ყიფიანი ერთ-ერთი პირველი იყო ქართველ ქალთაგან, ვინც სრულფასოვანი ევროპული განათლება მიიღო იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოამზადა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის. ნინო ყიფიანი ძალიან აქტიური ბუნების ადამიანი იყო. მას და გიორგი დეკანოზიშვილს ეკუთვნით სწორედ ჟენევაში 1904 წელს პირველი საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ორგანიზება. ძალიან საინტერესო წერილები ინახება ნინო ყიფიანის არქივში იმის თაობაზე, თუ რამდენი პერიპეტიის გადალახვა მოუწიათ მათ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს კონგრესი შემდგარიყო. ეს კონგრესი ემსახურებოდა ერთ მიზანს, გამოეკოლიათ ევროპაში მცხოვრები ქართველების მისწრაფებები, პოლიტიკური და იდეოლოგიური, რომ ბოლოს და ბოლოს ჩაეყარათ საფუძველი რაღაც მოძრაობისთვის, რომელიც დააჩქარებდა დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხებს. დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხები თუ საქართველოში დარჩენილ მოღვაწეებში შეფარული და ალეგორიულია, დების წერილებში, ნინო და ბარბარე ყიფიანების წერილებში პირდაპირ და თამამია. ისინი ამბობენ, რომ იყო დრო, როდესაც მათი პაპის დიმიტრი ყიფიანის პერიოდში, როდესაც იმპერიას ძალიან აღმატებული ძალები ჰქონდა, სხვა ტიპის აქტიურობა იყო საჭირო, უფრო შეფარული აქტიურობა იყო საჭირო, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერია სულ ზღაფავდა, რატო არ უჩნდებოდათ სურვილი, გაკვირვებით კითხულობდა ნინო იმისა, რომ როგორც პოლონელებს, როგორც სერბებს, როგორც რუმინელებს, ქართველებსაც ქონოდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნინო ყიფიანი უფრო მეტი იმედით უყურებდა ამ თემას. გიორგი დეკანოზიშვილი მას ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ ასე სწრაფად და მარტივად ეს არ გამოვიდოდა. ხოთაშორის ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მათ მიმოწერაში ცნება თავისუფლების კონტექსტში ძალიან ხშირად არის მოყვანილი მსხვერპლი, თავგანწირვა, სისხლი და ამისთვის ისინი მზად იყვნენ. ეს მათი ესეთი თავდადებული და თავგადადებული გადაწყვეტილება იყო. სწორედ დიდი მეცადინეობით გიორგი დეკანოზიშვილისა და ნინო ყიფიანისა ჟენევაში შედგა ეს პირველი ინტერპარტიული საერთაშორისო კონფერენცია, კონგრესი, რომელზეც როგორც ქართველი მკვლევარები ამბობენ, საგანგებო მოხსენებით გამოვიდა თვითონ ნინო ყიფიანი. ნინო ყიფიანის ცხოვრება საინტერესოა არაერთი თვალსაზრისით. ის ცხოვრობდა იტალიაში და პირველი მსოფლიო ომის ქართულ ტყვეთა გაცვლას პირადად ედგა სათავეში. ნინო ყიფიანი იყო ქალთა უფლებების პირველი დამცველი, რომელიც ქალთა ემანსიპაციისთვის, მათი განვითარებისთვის ძალიან საინტერესო პროექტებს აკეთებდა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალთა მოგზაურობის თემებს. თვითონ ამბობდა, რომ ბედნიერი ვარ იმითი, რომ სამხედრო გზაც მინახავს, თაც და ზღვაცო. ის თავის არაერთ მეგობარს, მეგობრის შვილებს მიუთითებდა, რომ აუცილებელია ევროპული განათლება, პრაქტიკულად ეხმარებოდა ამ ზოგად საგანმანათლებლო საერთო საქმეში. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საბუთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნინო ყიფიანის არქივში დაცული, საქართველოს პოლიტიკური ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი არის 1919 წელს ანდრია დეკანოზიშვილის მიერ არგენტინიდან მასთან გაგზავნილი წერილი. წერილი ასეთია: გაცნობებთ დიდად სასიხარულო ამბავს. არგენტინის მთავრობამ იცნო ჩვენი რესპუბლიკა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს წერილი ნინო ყიფიანის არქივში დაცული არის პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ქვეყანამ არგენტინამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი. ანდრია დეკანოზიშვილი დასძენს, რომ ნინომ უნდა გაგზავნოს, გააკეთოს ამ წერილის ასლები და იტალიის მთავრობის საშუალებით საქართველოს მთავრობას შეატყობინოს ეს ძალიან სასიხარულო ამბავი. წერილი სრულდება ერთი საინტერესო მინაწერით: ნუ თუ ნინო, ოდესმე შენ გექნება შესაძლებლობა და ასეთივე სასიხარულო ამბავს მე მაცნობებო.
სწორედ მიხეილ თუმანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელთანაც ნინო თავისუფლად გამოხატავდა თავის სულიერ მდგომარეობას, ზოგჯერ სასოწარკვეთამდე მისულსაც კი. ერთ-ერთ წერილში ის მას ასე წერს: ჩემი ცხოვრება ისეთი საშინელი ბრძოლაა, რომ დაქანცული ვარ. კაცის თვინაც ასეთი ბრძოლა ძნელი იქნებოდა და აბა წარმოიდგინეთ კი ქალის ზურგის თვინ ასეთი სიმძიმე როგორი ასატანია. ამის თქმა სამწუხაროდ ხშირად უწევდა ნინოს, რომელიც გაწამებული იყო და გატანჯული, არაერთხელ იყო საპატიმროში ნამყოფი და დაპატიმრების მსხვერპლი. ნინო ასეთმა რთულმა ცხოვრებამ დაასუსტა, გასტეხა და 1920 წელს, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდა, მალევე ტუბერკულოზით გარდაიცვალა და ქვიშხეთში დაკრძალეს. სწორედ ჩვენი წინაპარი ქალების დიდი ძალისხმევით, დიდი მონდომებით, დიდი სურვილით გაიკაფა გზები, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვიმკით. არქივების შესწავლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ასე კომპლექსურად, ერთიანად შევისწავლოთ და არ დავუკარგოთ პორტრეტებს ადამიანურობა.